დღეს ღამით მთელი ცივილიზაცია დაიღუპება და ის ვეღარ აღზროს აღდგება. ჩვენ ამას ამაღამ გავიგებთ. სოფლიოს ხანგრძლივი და რთული ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში. ამ სიტყვებით დონალდ ტრამპმა სამშაბათს დილით მოულოდნელად დაასრულა აღდგომის დღესასწაული და მთელ სოფლიოში დაძაბულობა პიკამდე აღწია. ამერიკის შეერთებული შტატების 47 პრეზიდენტის სტანდარტებითაც კი ეს განცხადება განსაკუთრებულად ავის მომსწავლებლად ჟღერდა. მომენტი, რომელზეც ის საუბრობდა, ირანისთვის წაყენებული კიდევ ერთი ულტიმატუმის საღამოს ვადის ამოწურვა იყო. ზოგიერთი შიშობდა ესკალაციის ახალ ტალღას, მათ შორის ირანის ელექტროსადგურებზე დარტყმებს. ღიად სპეკულირებდნენ მასობრივი განადგურების იარაღის შესაძლო გამოყენებაზეც კი. საბედნიეროდ არც ერთი ზემოხსენებული მოვლენა არ მოხდა. იმ დროისთვის ირანთან ომი უკვე ერთ თვეზე მეტხანს გრძელდებოდა და ჩანდა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია სულ უფრო მეტად იბნეოდა საკუთარი ხელით შექმნილი კრიზისის მართვაში. მარტის შუა რიცხვებში პრეზიდენტმა ტრამპმა ირანს 48 საათიანი ულტიმატუმი წაუყენა. შემდეგ კი რამდენჯერმე გააგრძელა იგი მას შემდეგ, რაც ისლამურმა რესპუბლიკამ ის უგულებელყო. თეირანი დაბომბვის კამპანიის მიუხედავად უკან არ იხევდა. პირიქით, ის უფრო თავდაჯერებული ჩანდა. ირანმა არამხოლოდ უგულებელყო ტრამპის მოთხოვნები, არამედ საკუთარი პირობების წამოყენებაც დაიწყო. ულტიმატუმის ვადის ამოწურვამდე ცოტა ხნით ადრე ირანმა ომის დასრულების 10 პუნქტიანი პირობების სიაც გამოაქვეყნა. ბევრის გასაკვირად აპოკალიფსური რიტორიკის მიუხედავად ტრამპმა ირანი არ დაბომბა. ამის ნაცვლად მან გარიხილა ირანული პირობები და განაცხადა, რომ ისინი შეიძლება გამოდგეს სამშვიდობო მოლაპარაკებების სამუშაო საფუძვლად. შედეგად ორივე მხარე შეთანხმდა ორკვირიან ცეცხლის შეწყვეტაზე. ომი ახლა დროებით შეჩერების ფაზაში შედის, ყოველგვარი მკაფიო გადაწყვეტილებების გარეშე. მოდით ერთად გავაანალიზოთ თუ რა ხდება ირანში და მსოფლიოში. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ვოლორინოლზე. მარტის შუა რიცხვებიდან, როდესაც ცხადი გახდა, რომ ირანზე სწრაფი გამარჯვება შეუძლებელი იყო, დონალდ ტრამპი კონფლიქტიდან გამოსავალს ეძებდა. მან მეთოდურად თეირანზე ზეწოლა აირჩია ულტიმატუმების სერიის მეშვეობით. პირველი ულტიმატუმი 21 მარტს გამოცხადდა. ირანს 48 საათი მიეცა ჰორმუზის სრუტის გასახსნელად. უარის შემთხვევაში ტრამპი ირანის ელექტროსადგურებზე დარტყმებით იმუქრებოდა. თუმცა თეირანმა არამხოლოდ უგულებელყო ამერიკული გაფრთხილება, არამედ განმარტა, რომ მსგავსი თავდასხმა გამოიწვევდა ირანის საპასუხო დარტყმას არაბულ და ისრაელის ელექტროსადგურებზე. ისევე როგორც წყლის გამომტკნარებელ დანადგარებზე. ამის შემდეგ ტრამპმა არაერთხელ გადასწია ბოლო ვადა, ჯერ 27 მარტამდე, შემდეგ 6 აპრილამდე, ბოლოს კი კიდევ 24 საათით. ყოველ გადადებას თან ახლდა მტკიცებები იმის შესახებ, რომ კულისებს მიღმა მოლაპარაკებები მიმდინარეობდა და მხარეები შეთანხმებასთან ახლოს იყვნენ. ამ მტკიცებებს გამუდმებით უარყოფდა როგორც ირანი, ისე პაკისტანი, რომელიც ვაშინგტონსა და თეირანს შორის გზავნილების გადაცემაში მთავარი შუამავალი იყო. ტრამპის იმედგაცრუების ალბათ ყველაზე ნათელი ნიშანი 5 აპრილის პოსტი იყო. სამშაბათი იქნება ელექტროსადგურების დღე და ხიდების დღე. ყველაფერი ერთად ირანში. მსგავსი არაფერი გინახავთ. გახსენით ეს დაწყევლილი სრუტე, თქვენ შეშლილებო, ნაძირლებო, თორემ ჯოჯოხეთში იცხოვრებთ, უბრალოდ უყურეთ. მიუხედავად ამისა, სამშაბათს 7 აპრილს ირანის ინფრასტრუქტურაზე დაბომბების ტალღა არ დაწყებულა. პირიქით, შედგა ორკვირიანი ზავი. ამ ზავზე მოლაპარაკებები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. გავრცელებული ინფორმაციით, პაკისტანის არმიის სარდალი ფელდმარშალ ასიფ მუნირი ერთდროულად კავშირზე იყო ვიცე-პრეზიდენტ ვენსთან, წარგზავნილ სტივ ვიტკოფთან და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ აბას არაღჩისთან. პრემიერ-მინისტრმა შარიფმა საჯაროდ მოუწოდა ტრამპს ვადის ორი კვირით გაგრძელებისკენ, ხოლო ირანს თხოვა სრუტის გახსნა კეთილი ნებისნიშნად. ტრამპმა და ირანელებმა შეთანხმების ულტიმატუმის ამოწურვამდე დაახლოებით 90 წუთით ადრე მიაღწიეს. ტრამპის Truth Social-ის პოსტის მიხედვით, შეერთებული შტატები შეაჩერებს შემდგომ დარტყმებს, სანაცვლოდ კი ირანმა ჰორმუზის სრუტე უნდა განბლოკოს. ცეცხლის შეწყვეტის პერიოდში მოსალოდნელია, რომ მხარეები გამართავენ მოლაპარაკებებს უფრო ფართო სამშვიდობო შეთანხმებაზე. ირანის მიერ წარმოდგენილი 10 პუნქტის საფუძველზე. ირანული მედიის ცნობით ეს პირობები მოიცავს ირანისთვის სანქციების მოხსნას, ურანის გამდიდრების უფლებას, ჰორმუზის სრუტეზე ირანის კონტროლის შენარჩუნებას, ახლო აღმოსავლეთიდან აშშ-ის ძალების გაყვანას, ირანსა და მის მოკავშირეებზე თავდასხმების შეწყვეტას და ირანის გაყინული აქტივების გათავისუფლებას. ადვილი შესამჩნევია, რომ ამ ფორმით წარმოდგენილი პირობებით ამ დაპირისპირებიდან გამარჯვებული არა შეერთებული შტატები, არამედ ირანი გამოდის. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ ისინი ამჟამინდელი
სახით იქნება მიღებული. თუმცა თავად ფაქტი, რომ ერთთვიანი დაბომბვებისა და ხელმძღვანელობაზე განხორციელებული დარტყმების შემდეგ ტრამპმა მათ შემდგომი მოლაპარაკებების კარგი საფუძველი უწოდა, თავისთავად ბევრის მეტყველია. უფრო მეტიც, ირანული მხარის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, 2 კვირის განმავლობაში ჰორმუზის სრუტეში უსაფრთხო გავლა შესაძლებელი იქნება ირანის შეიარაღებულ ძალებთან კოორდინაციითა და ტექნიკური შეზღუდვების გათვალისწინებით. ეს ძალიან საინტერესო ფორმულირებაა, განსაკუთრებით ფრაზა ტექნიკური შეზღუდვების გათვალისწინებით. ეს შეიძლება მიანიშნებდეს იმაზე, რომ ირანი ცეცხლის შეწყვეტის პერიოდში გარკვეულწილად კვლავ შეზღუდავს მოძრაობას ჰორმუზის სრუტეში, ხოლო სრული მიმოსვლა მხოლოდ საბოლოო სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის შემდეგ აღდგება. თეირანში ცეცხლის შეწყვეტას უდიდესი ენთუზიაზმით შეხვდნენ. ირანის ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესმა საბჭომ გამოსცა სპეციალური განცხადება, რომელშიც ხაზგასმით აღინიშნა, რომ შეერთებული შტატები დამარცხდა და იძულებული გახდა დათანხმებულიყო ირანის 10 პუნქტიან წინადადებას. ასევე აღსანიშნავია, რომ ირანელები ომის დასრულებას ყველა ფრონტზე ითხოვენ, მათ შორის ლიბანში. თუმცა ნეთანიაჰუ ამტკიცებს, რომ ეს შეთანხმება ლიბანის საბრძოლო თეატრზე არ ვრცელდება. ეს ბადებს აშკარა კითხვას, რატომ დათანხმდნენ ამერიკელები და კონკრეტულად ტრამპი ცეცხლის შეწყვეტას მით უმეტეს ისეთი ფორმით, რომელიც ირანისთვის ასე ხელსაყრელია. მიუხედავად იმისა, რომ თავდაცვის მდივანი პიტ ჰექსეტი ჯერ კიდევ მარტის შუა რიცხვებიდან ამტკიცებდა, რომ ირანის შეიარაღებული ძალები განადგურდა, რეალური სურათი სულ უფრო სხვანაირად გამოიყურება. ირანის სამხედრო შესაძლებლობები ეჭვგარეშე სერიოზულად დაქვეითდა, მაგრამ ირანი კვლავ ინარჩუნებს მნიშვნელოვან ძალას და ისევ შეუძლია განაგრძოს თავდასხმები არაბულ სახელმწიფოებსა და ისრაელზე. ამერიკის დაზვერვის შეფასებებიდან გამოჟონილი ინფორმაცია, რომელიც პრესაში გამოქვეყნდა, ასევე არ ემთხვევა ადმინისტრაციის წევრების მიერ დახატულ სურათს. ვარაუდობენ, რომ ირანმა შესაძლოა კვლავ შეინარჩუნა თავისი სარაკეტო გამშვები დანადგარების ნახევარი. მისი დრონების მარაგები კი როგორც ჩანს კიდევ უფრო ნაკლებად დაზიანდა. უფრო მეტიც, ირანული თავდასხმების ეფექტურობა როგორც ჩანს იზრდება. ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ამერიკის ებრაული ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებულმა ანალიზმა აჩვენა, რომ თუ ომის პირველ 2 კვირაში ისრაელზე ირანული დარტყმების წარმატების მაჩვენებელი მხოლოდ 3%-ად იყო შეფასებული, 13-დან 22 მარტამდე ეს მაჩვენებელი 27%-მდე გაიზარდა. ინსტიტუტი ამას ძირითადად კასეტური საბრძოლო მასალის გამოყენებას მიაწერს, თუმცა მხოლოდ კასეტური საბრძოლო მასალა ვერ ხსნის რეგიონში აშშ-ის სამხედრო ობიექტებზე განხორციელებულ მაღალ ეფექტურ და ზუსტ ირანულ დარტყმებს. ამის კარგი მაგალითია მარტის ბოლოს ირანის დარტყმა საუდის არაბეთში მდებარე პრინც სულთანის ავიაბაზაზე, სადაც მათ მოახერხეს ასაფრენ ბილიკზე გაჩერებული E3 Centuries ტიპის ადრეული შეტყობინებისთვის ფრინავისა და სუმცირე KC-135 სტრატოტანკერის ტიპის საჰაერო საწვავ გამმართველის განადგურება. თვით ირანის საჰაერო თავდაცვის ქსელიც კი, რომელშიც აშშ-ს და ისრაელის საჰაერო კომპანიის ერთ-ერთი პირველი სამიზნე იყო და ძლიერ დაზიანდა, როგორც ჩანს კვლავ ინარჩუნებს გარკვეულ ლოკალურ თავდაცვით შესაძლებლობებს. ამას კიდევ უფრო აძლიერებს მანპაცების, ანუ გადასატანის საზენიტო სარაკეტო კომპლექსების დიდი რაოდენობა. ამის ყველაზე ნათელი დასტური 3-დან 5 აპრილამდე მომხდარი მოვლენები იყო, როდესაც ირანმა მოახერხა F-15E ტიპის გამანადგურებელ ბომბდამშენის ჩამოგდება. შემდეგ კი 2 HH-60P Hawkins ტიპის ვერტმფრენის დაზიანება, რომლებიც ამერიკული ეკიპაჟის ევაკუაციაში მონაწილეობდნენ. ირანმა ასევე ჩამოაგდო A10 ტიპის მოიერი შეცვლითფრინავი და 2 MQ-9 Reaper-ის ტიპის დრონი, რომლებიც სამაშველო ოპერაციაში იღებდნენ მონაწილეობას. თუმცა ამით ამერიკული დანაკარგები არ დასრულებულა. მისიის განმავლობაში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ასევე დაკარგა 2 MC-130J სატრანსპორტო თვითმფრინავი და 4 MH-6 Little Bird ვერტმფრენი. ეს საფრენი აპარატები თავად აშშ-ის ძალებმა გაანადგურეს მოწინავე ასაფრენ ბილიკზე, რომელიც ისპაჰანიდან სამხრეთით დაახლოებით 50 კილომეტრში სპეციალურად ჩამოგდებული F-15S ეკიპაჟის ევაკუაციისთვის მომზადდა. აღსანიშნავია, რომ ოპერაცია საბოლოოდ წარმატებით დასრულა და ორივე ამერიკელი სამხედრო მფრინავი ირანიდან გამოიყვანეს. ეს დეტალები სტრატეგიულ შედეგებამდე მიდის. ირანთან ომი უკვე ასუსტებს ამერიკის სამხედრო პოზიციებს წყნარი ოკეანის თეატრში. ომის პირველი 4 კვირის განმავლობაში შეერთებულმა შტატებმა დაახლოებით 850 ტომაჰავკის ტიპის რაკეტა გაისროლა. ომამდელი მარაგები 3000-დან 4500-მდე ერთეულად იყო შეფასებული. მაშინ როცა 2026 წლის ბიუჯეტი მხოლოდ 57 ახალი რაკეტის დაფინანსებას ითვალისწინებდა. სიტუაცია კიდევ უფრო მძიმედ გამოიყურება დაბალი ხილვადობის საჰაერო ბაზირების ფრთოსანი რაკეტების JASSM Air-ის შემთხვევაში. ომის დაწყებიდან ამერიკამ უკვე 1000-მდე ასეთი რაკეტა გამოიყენა. ომამდელი მარაგი კი მხოლოდ 2300-მდე იყო. სწრაფი ტემპით იწურება ჩამჭრელი რაკეტების მარაგებიც, განსაკუთრებით პატრიოტისა და თაადის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის. ირანული დარტყმების ინტენსივობამ ვაშინგტონი უკვე აიძულა ზოგიერთი
ენერგიის სისტემა აზიიდან ახლო აღმოსავლეთში გადაესროლა. შედეგად ირანთან ომს ექნება ხანგრძლივი გავლენა აშშ-ის სამხედრო შესაძლებლობებზე ტაივანის ნებისმიერი მომავალი თავდაცვის კონტექსტში. ფაქტობრივად ყველა ვარგეიმის სიმულაცია, რომელიც კუნძულის გამო აშშ-ჩინეთის პოტენციურ კონფლიქტს განიხილავს, მათ შორის ისინიც, რომლებიც ჩვენს არხზეც არის განხილული, აჩვენებს, რომ გადამწყვეტი ფაქტორი იქნება მაღალი სიზუსტის იარაღის ის რაოდენობა, რომელიც შეერთებულ შტატებს ჩინეთის ფლოტის გასანადგურებლად და ჩინეთის პორტებში ოპერაციების ჩასასვლელად დაჭირდება. ამის ნაცვლად ირანთან ომის გამო აშშ-ს დაახლოებით 5 წლიანი პერიოდი დასჭირდება მხოლოდ იმისთვის, რომ სარაკეტო მარაგები 2026 წლის 28 თებერვლამდე არსებულ ნიშნულს დაუბრუნოს და ის ომამდელი დონეცკი ძნელად თუ ჩაითვლებოდა დამაიმედებლად ჩინეთის არმიასთან მაღალი ინტენსივობის კონფლიქტის კონტექსტში. წყნარ ოკეანეში აშშ-ის სამხედრო შესაძლებლობების შემცირება ძირითადად ვაშინგტონისა და პეკინის გადაწყვეტილებების მიმღებთა და დამგეგმავებთან არის მნიშვნელოვანი. დანარჩენი მსოფლიოსთვის, გლობალური ბაზრებისა და საფინანსო ბირჟებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგი ჰორმუზის სრუტის ხანგრძლივი ბლოკადა აღმოჩნდა, რამაც 1973 წლის არაბული ნავთობის ემბარგოს შემდეგ ყველაზე სერიოზული ენერგეტიკული კრიზისი გამოიწვია. სრუტეში მიმოსვლა 90%-ზე მეტი შემცირდა, რამაც ბაზარს დღეში 12 მილიონ ბარელზე მეტი ნავთობი გამოაკლო. გლობალური მიწოდების დაახლოებით 12%. თეორიულად არსებობს ინფრასტრუქტურა, რომელსაც შეუძლია ჰორმუზის სრუტის გვერდის ავლა, მაგრამ ის შორს არის საკმარისობისგან. საუდის არაბეთის აღმოსავლეთ-დასავლეთის მილსადენი, რომელიც წითელ ზღვაზე მდებარე იანბუმდე გადის, სრული დატვირთვით დღეში 7 მილიონი ბარელის მოცულობით მუშაობს. თუმცა თავად პორტს მხოლოდ 5 მილიონამდე ბარელის ჩატვირთვა შეუძლია. არაბთა გაერთიანებული საამიროების ბაჰშან ფუჯაირის მილსადენის დღეში დაახლოებით 1,6 მილიონი ბარელი გადააქვს და მიუხედავად იმისა, რომ ფუჯაირას პორტს თეორიულად უნდა შეძლებოდა ამ მოცულობის დამუშავება, ირანის განმეორებითმა თავდასხმებმა დრონებით მისი საექსპორტო შესაძლებლობები შეამცირა. საერთო ჯამში საექსპორტო მარშრუტებს, რომლებიც ჰორმუზის სრუტეს გვერდსულიან, დღეში მხოლოდ 5,5 მილიონი ბარელის გატარება შეუძლიათ. ეს მოკრძალებული მაჩვენებელია იმის გათვალისწინებით, რომ ომამდე ჰორმუზის სრუტეზე თითქმის 4-ჯერ მეტი ნავთობი გადიოდა. დღეში დაახლოებით 20 მილიონი ბარელი. ნავთობის ექსპორტის შეუძლებლობისა და საცავების სწრაფი შევსების გამო, ყურის ქვეყნების წარმოებლები იძულებულნი გახდნენ შეემცირებინათ მოპოვება. მხოლოდ პირველ 10 დღეში საუდის არაბეთმა წარმოება დღეში დაახლოებით 2,5 მილიონ ბარელით შეამცირა. ერაყმა, რომელსაც ძალიან შეზღუდული ალტერნატიული საექსპორტო მარშრუტები აქვს, მოპოვება 2,9 მილიონ ბარელამდე შეკვეცა, რაც მისი მთლიანი წარმოების 60%-ის თოლპასია. როგორც ანალიტიკოსები აღნიშნავენ, მთავარი პრობლემა ის არის, რომ ეს შემოვლითი ინფრასტრუქტურა ნედლი ნავთობისთვის იყო შექმნილი და არა ნახშირწყალბადების იმ სრული სპექტრისთვის, რომელიც ჩვეულებრივ ჰორმუზის სრუტის გავლით მოძრაობს. ნავთობ პროდუქტებს უბრალოდ არ გააჩნიათ მილსადენური ალტერნატივები. ეს ხსნის იმას, თუ რატომ აღმოჩნდა ნავთობ პროდუქტების ბაზრები კიდევ უფრო დიდი წნეხის ქვეშ ვიდრე თავად ნედლი ნავთობის. აზიურმა ნავთობქიმიურმა კომპლექსებმა, რომლებიც თავიანთი ნავთობის 60%-ზე მეტს ახლო აღმოსავლეთიდან იღებდნენ, ფორს-მაჟორი გამოაცხადეს სამხრეთ კორეაში, იაპონიაში, ტაივანსა და სინგაპურში. ამავდროულად ჩინეთმა აკრძალა ნავთობ პროდუქტების ყოველგვარი ექსპორტი, რამაც აზიის ბაზარს კიდევ 400,000-დან 600,000-მდე ბარელი გამოაკლო დღეში. ცეცხლის შეწყვეტამდე მსგავსი პრობლემების წინაშე იდგა ევროპაც. მიუხედავად იმისა, რომ ის ყურის ქვეყნებიდან შედარებით ცოტა ნედლ ნავთობს იმპორტირებს, ევროპა კვლავ ძლიერ არის დამოკიდებული არაბ მომწოდებლებზე საავიაციო საწვავისა და დიზელის კუთხით. თავის მხრივ, ირანმა სრუტეში ახალი წესრიგის დამყარება დაიწყო, ომის დროინდელი საგუშაგო პრინციპის მსგავსი. ტანკერებს, რომლებსაც გავლა სურდათ მოეთხოვებოდათ სრული ინფორმაციის წარდგენა მფლობელის, ტვირთის დანიშნულების, ადგილისა და მარშრუტების შესახებ. და ეს ყველაფერი არ იყო. თეირანმა ტრანზიტის საფასურიც დააწესა. ნავთობ ტანკერების გადასახადი დაახლოებით $1 იყო ბარელზე. თანხის ამოღება ხდებოდა ჩინური იუანით ან კრიპტო სტეიბლ კოინებით. $1 ბარელზე შეიძლება ბევრად არ ჟღერდეს, მაგრამ სრულად დატვირთული VLCC ტიპის სუპერტანკერისთვის ეს ერთჯერადი გავლისთვის $2 მილიონ ნიშნავს. სამშაბათის მონაცემებით ამ სისტემებით ძირითადად ჩინეთის, ინდოეთის, რუსეთისა და პაკისტანის გემები სარგებლობდნენ. თუმცა მისი გამოყენება დასავლურმა ოპერატორებმაც დაიწყეს. 3-დან 4 აპრილამდე პერიოდში საფრანგეთის საკონტეინერო გემმა და იაპონიის თხევადი ბუნებრივი აირის ტანკერებმა გაიარეს ჰორმუზის სრუტე. მათ საფასური იუანში გადაიხადეს და გამოიყენეს ახალი მარშრუტი, რომელიც ომანის სანაპიროს ზოლზე გადის. თუმცა კრიზისის ყველაზე დიდი გამარჯვებული რუსეთი აღმოჩნდა. ჯერ კიდევ თებერვალში მას შემდეგ, რაც ტრამპმა სანქციები გაამკაცრა, ურალსის მარკის ნავთობის ფასი ბარელზე დაახლოებით $40-მდე დაეცა, ხოლო რუსეთის საბიუჯეტო შემოსავლები ნავთობიდან წლიურ ჭრილში 58%-ით შემცირდა. მაგრამ ამერიკის ომმა ირანთან რუსული ბიუჯეტი ფაქტობრივად გადაარჩინა. ნავთობის გლობალური ფასების სტაბილიზაციის მიზნით ტრამპმა რუსეთის სანქციები დროებით შეამსუბუქა. გლობალური მიწოდების შოკთან ერთად ამან ურალსის ფასი ბარელზე
$120-მდე ააფრინა, რაც სამჯერ აღემატება ერთი თვის წინანდელ დონეს. კიევის ეკონომიკის სკოლის შეფასებით, თუ ომი 3 თვეს გასტანდა, რუსეთი დამატებით $161 მილიარდ მიიღებდა საექსპორტო შემოსავლების სახით, რაც ქვეყნის მთელ 2025 წლის საბიუჯეტო დეფიციტზე მეტია. თუმცა უკრაინამ ამას რუსულ ნავთობზე საკუთარი სანქციების დაწესებითა და რუსულ საექსპორტო ტერმინალებზე დარტყმებით უპასუხა, რითაც ნაწილობრივ დააბალანსა მისთვის მკვეთრად არახელსაყრელი ტენდენცია. ჩვენ ხშირად ნავთობის ფასებზე შემოკლებით ვსაუბრობ, მაგრამ აქ შეჩერება ღირს, რადგან ამ კრიზისის დროს დაფიქსირებული ანომალიები არასტანდარტული იყო. ნავთობით ვაჭრობა ორ პარალელურ ბაზარზე მიმდინარეობს. ნორმალურ პირობებში ისინი მეტნაკლებად ერთად მოძრაობენ. კრიზისის დროს კი შესაძლოა მკვეთრად დაცილდნენ ერთმანეთს. ქაღალდზე ბაზარი შედგება ფიუჩერსული კონტრაქტებისგან, შეთანხმებებისგან ნავთობის მოგვიანებით მიწოდებაზე, რომლებიც ივაჭრება ისეთ ბირჟებზე, როგორიცაა IC ლონდონში, ბრენტისთვის და ნიუ-მექსი ნიუ-იორკში WTI-ისთვის. ეს არის ის ფასები, რომლებსაც სათაურებში ხედავთ ხოლმე, მაგრამ ასევე არსებობს ფიზიკური ბაზარი, სადაც გადამწყვეტი რეალური ბარელია. ნავთობი, რომელიც ფაქტობრივად იტვირთება ტანკერებზე და მიეწოდება გადამამუშავებელ ქარხნებს. ასე რომ, როდესაც ტრამპი პრესკონფერენციაზე ამბობს, რომ ჩვენ უახლოვდებით ცეცხლის შეწყვეტას, ტრეიდერებს შეუძლიათ მაშინვე დაიწყონ ფიუჩერსების გაყიდვა და ქაღალდზე ფასი ეცემა. თუმცა პორტებში ფიზიკური ბარელი კვლავ იგივე ღირს, რადგან ტანკერს, რომელსაც ის გადააქვს, ჰორმუზის სრუტე ჯერ კიდევ არ გაუვლია. სწორედ ამიტომ 3 აპრილს ბრენტის ფიუჩერსები მხოლოდ $109 ივაჭრებოდა ბარელზე, მაშინ როცა რეალური ფიზიკური ბარელი დაახლოებით $151 იყიდებოდა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 2008 წლის ფინანსური კრიზისის შემდეგ. სოფლიო ცდილობს თავი დაიცვას ენერგეტიკული კრიზისისგან სტრატეგიული რეზერვების გახსნით. 11 მარტს ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ყველა წევრმა ქვეყანამ ერთხმად დაუჭირა მხარი მარაგებიდან 400 მილიონი ბარელის გამონთავისუფლებას, რაც ორჯერ აღემატება იმ მოცულობას, რომელიც ბაზარზე 2022 წელს რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ გამოიტანეს. თუმცა 400 მილიონი ბარელი ჰორმუზის სრუტეში ჩვეულებრივი მიმოსვლის მხოლოდ 20 დღის თოლფასია. ამიტომ ანალიტიკოსებმა დაიწყეს გაფრთხილება, რომ ომის გაჭიანურების შემთხვევაში მსოფლიო შეიძლება საწვავის რეალური ფიზიკური დეფიციტის წინაშე დადგეს, რაც აზიის ბაზრის ზოგიერთ ნაწილში უკვე თვალსაჩინოა. ეს რისკი კიდევ უფრო დიდია, რადგან ზოგიერთი ქვეყანა არ ფლობს სრულ სტრატეგიულ რეზერვებს. ამის ნათელი მაგალითია შეერთებული შტატები. ის კონფლიქტში მხოლოდ 415 მილიონი ბარელის რეზერვით შევიდა, რაც მისი სრული სტრატეგიული მოცულობის დაახლოებით 57%-ია. მაგრამ სპარსეთის ყურე მხოლოდ ნავთობის გაზსა და გადამამუშავებელ საწვავს არ ნიშნავს. მასზე მოდის გოგირდის გლობალური ვაჭრობის დაახლოებით 50%, კარბამიდის გლობალური ვაჭრობის 33% და ამიაკით გლობალური ვაჭრობის 25%. ომის გამო კატარულმა სასუქების გიგანტმა Kafkom, რომელიც კარბამიდის გლობალური მიწოდების 14%-ია პასუხისმგებელი, წარმოება შეაჩერა, რის შედეგადაც მსოფლიო ფასები დაახლოებით 50%-ით გაიზარდა. ეს ნიშნავს სასუქების გაძვირებას და საბოლოო ჯამში საკვებ პროდუქტებზე ფასების ზრდასაც. ეს ყველაფერი ნათელს ხდის, თუ რატომ შეუძლია დანგრეულ და დაბომბილ ირანს კვლავ თავისუფლება მისცეს წამოაყენოს ასეთი მაქსიმალისტური მოთხოვნები. ჰორმუზის ბლოკადა ეფექტური აღმოჩნდა. სოფლიო უკვე დგას ბოლო 50 წლის განმავლობაში ყველაზე მძიმე ნავთობის შოკის ზღვარზე. მაშინ როცა შეერთებულმა შტატებმა უზარმაზარი რესურსები დახარჯა ყოველგვარი გადამწყვეტი შედეგების გარეშე. ფაქტობრივად ჩვენ ახლა შევდივართ ხანმოკლე სტრატეგიულ პაუზაში. ამერიკელებისთვის ეს არის ძალების გადაჯგუფებისა და სამომავლო ნაბიჯებზე უფრო დაფიქრების მომენტი. ირანმა კი ვაშინგტონის მზადყოფნა, განიხილა მისი 10-პუნქტიანი გეგმა მოლაპარაკებების საფუძვლად, მნიშვნელოვან ტაქტიკურ გამარჯვებად და იმის ნიშნად მიიჩნია, რომ მეორე მხარე გატეხვას იწყებს. ეს თავის მხრივ ნებისმიერ სავალდებულო სამშვიდობო მოლაპარაკებებს ძალზე დართულებს. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ უკმაყოფილო ისრაელი მათში ცენტრალურ როლს აუცილებლად ითამაშებს. ასე რომ, ორ კვირაში ვაშინგტონი შესაძლოა კვლავ იმავე დილემისა და იმავე ორგზის წინაშე აღმოჩნდეს. პირველი, რაც შეიძლება ჩუმად გამოვიდეს ამ ომიდან, არაბები და ისრაელი შედეგებთან პირისპირ დატოვოს და იმედი იქონიოს, რომ ისინი იპოვიან გზას სრუტის ღიად შესანარჩუნებლად, ისე, რომ თეირანს მასზე სრული კონტროლის საშუალება არ მისცენ. მეორე, გააგრძელონ ომი, მათ შორის შემდგომი ესკალაციით და შესაძლოა სახმელეთო ოპერაციითაც კი. ორივე ვარიანტი უკიდურესად ძვირადღირებული ჩანს, რაც თავდაპირველი სტრატეგიის მარცხის ნიშანია. გმადლობთ, რომ ვიდეოს უყურეთ ბოლომდე. არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა, ვიდეოს მოწონება და კომენტარებში თქვენი აზრების დაფიქსირება. ხშირად შემოვდივარ, ვნახულობ და ვცდილობ პასუხებიც გაგცეთ, თუ არის რაიმე კონსტრუქტიული კომენტარი.